ვიცი რა გავიგე ხალხო, მშობლებო მისმინეთ ძალიან კარგად. ბავშვი, რომელიც პატარობიდანვე იზრდებოდა გარემოში, სადაც ძალიან ბევრი ყვირილი იყო, მშობლები ჩხუბობდნენ, უყვიროდნენ ერთმანეთს, იგივე სტრესი გადააქვს ბავშვს, როგორიც გადააქვს ომში მყოფ ჯარისკაცს. ხდებით ადამიანზე ფსიქიკაზე მოქმედებს? იდეალური მშობლები, იდეალური ვერ ვიქნებით. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აი დაარტყა მას და ყვირილი შეიძლება ვერ იმასქნა. მე დაელაპარაკო ბავშვს, მაგრამ დაარტყმას იცი, ბავშვები მართლა როგორ იმახსოვრებენ, მე უნდობლობა, სიზღი უჩნდება, ამიტომაც არ ესმის, დაარტყი და გაიგებს. არანაირად არა. პირიქით, უღრიალე და გაიგებს. თუ გიღირს რომ მე შეგიძულონ, კი ბატონო. ან კაი ერთია რომ შეიძლება მართლა ადამიანი ხარ და რაღაც ემოციებით ვერ გააკონტროლე, რაღაც მართლა ან ზიანი მიაყენე ოდნავ, მაგრამ მე აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ ბავშვს. როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ არ შეგიზიზღოს და გაგიგოსავით, ანუ ხდებით რომ მიიღოს, რომ აი შეხედე, მომექცა ცუდად, მაგრამ აი შეხედე, ამიხსნა და მელაპარაკა, მომიბოდიშა, აი მაგრძნობინა მარტო ბოდიში სიტყვიერად არა და მაგრამ всё. თან იცი რა არის, მე შეიძლება თუ ეგრე თუ არ აუხსნი ეს გაიზრდება, მე ეს სიზღი დაუგროვდება შენზე და სხვაზე გადაიტანს. ან შენზე გადაიტანს რომ დაბერდები. всё.